ორშაბათის ტრადიციულ რუბრიკაში, რომელიც ტურისტული მიმართულებით ყველა მნიშვნელოვან ამბავს აერთიანებს, დღეს კანადაში გვამოგზაურებენ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, თუ რა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოდან კანადაში მოუხვდეთ. რისთვისაც საქმე ინდილა სტუდიას უკვე შემოვედნენ ანა კირკიტაძე, ვენგრეთის დამფუძნებელი და თინეთი გოგუაძე, იკონსულის დამფუძნებელი. მივესალმები მათ და გისმენთ. ვილამშვიდობის. მოგესალმებით სავიზო ცენტრი იკონსულისა და ტურისტული კომპანია ვინგლეთის სახელით. დღეს ვისაუბრებთ კანადის სავიზო პროცესის შესახებ და გაგიზიარებთ საინტერესო სამოგზაურო მიგდებებსა და ინფორმაციას. კანადის პასპორტის მფლობელს 116 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა უვიზოთ. 25 ქვეყანასთან სჭირდებათ ვიზა. 8 ქვეყანასთან მოქმედებს ელექტრონული ვიზა, ხოლო 59 ქვეყნის შემთხვევაში კი ვიზის მიღება ქვეყანაში ჩასვლის შემდეგაა შესაძლებელი. უშუალოდ კანადაში მოგზაურობას რაც შეეხება, ქვეყანაში შესასვლელად ვიზა 145 ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, 52 ქვეყნის შემთხვევაში კი ამოქმედებულია ელექტრონული ვიზა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის სტატისტიკას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ჯამში 2023 წელს 1635-მა აპლიკანტმა გააკეთა განაცხადი კანადის ვიზაზე, მათგან კი 47% არის დადასტურდა. მონაცემები 2024 წელს მცირდება, შეიცვალა 1322 აპლიკანტიდან 503-მა მიიღო დადებითი პასუხი ვიზაზე, რაც ნიშნავს, რომ დადებითი პასუხების მაჩვენებელი 2024 წლისთვის 38%-მდე შემცირდა. მსოფლიოს მასშტაბით 2024 წელს კანადას 24 მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა. უმრავლეს შემთხვევაში ვიზის ძირითადი მიზანი დასვენება და გართობა, რასაც მოსდევს ბიზნეს საქმიანობა, ნათესავებისა და ახლობლების მონახულება. თინა, უკვე ვიცით, რომ საკონსულო, რომელიც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, მდებარეობს თურქეთში. როგორ მიმდინარეობს ვიზის პროცესი, გჭირდება თუ არა ჩასვლა თურქეთში და ზოგადად რომ მოგვიყვე ამის შესახებ? კი, საქართველოს ნამდვილად თურქეთი, იცით როგორ არის, საქართველოში არის საკონსულო, მაგრამ ის ემსახურება კანადის მოქალაქეებს, ხოლო თურქეთში არსებული საკონსულო რეგიონს ფარავს და ჩასვლა არ არის საჭირო. კანადის სავიზო პროცესი შემდეგნაირია, რეგისტრირდებით საიმიგრაციო პორტალზე IRCC პორტალი, სადაც ხდება აპლიკაციის განაცხადის შევსება. აპლიკაცია უნდა ჩამოიტვირთოს პლატფორმიდან და ონლაინ შეივსოს. ასევე ონლაინვე ხდება მისი ხელმოწერა. მნიშვნელოვანია, რომ იგი არ ამობეჭდოთ. აპლიკაციასთან ერთად იტვირთება საჭირო მოთხოვნილი დოკუმენტები და ხდება მოსაკრებლისა და ბიომეტრიული ანაბეჭდების ღირებულების გადახდა. დაახლოებით 24 საათში მოგდით დასტური, რის შემდეგაც მიდიხართ თქვენთან ახლოს მდებარე მომსახურების სააგენტოში და იღებთ ანაბეჭდებს, რომლებიც დაახლოებით 10 წლის მანძილზე ინახება. ამის შემდეგ უკვე ელოდებით ვიზაზე პასუხს, მოგივათ თანხმობა, ანუარი. თანხმობის შემთხვევაში უკვე ისევ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს და აგზავნით პასპორტს სტიკერ ვიზის ჩასაკვლელად. პასპორტი დაახლოებით 3-4 კვირაში გიბრუნდებათ უკან. აღსანიშნავია ისიც, რომ კანადის ვიზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი პასპორტის ვადაზე. საკმაოდ საინტერესო ფაქტია, მაგალითად, თუ თქვენს პასპორტს მოქმედების ვადა აქვს დაახლოებით 10 წელი, ვიზაც გაიწემა 10 წლის ვადით. თუ პასპორტს მაგალითად აქვს 2 წელი და 3 თვე, კანადის ვიზაც მოქმედებს და მასში ჩაიკვრება 2 წელი და 3 თვის ვადით. თინა, როგორც მივხვდი, ჯობია ახალი პასპორტით გავაკეთოთ განაცხადი კანადის ვიზაზე, რომ გრძელვადიანი ვიზა მივიღოთ. კარგი, აი, რაღაც ბევრნაირი ტიპის ვიზები არსებობს, როგორც შეეხედა ჩამოთვალე, მრავალჯერადი მულტი და ასე შემდეგ. აი, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვე ამის შესახებ. კი, სიამოვნებით. აქ მოიაზრება ვიზის გამოყენებისა და ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი დეტალები. აი, განვიხილოთ თითოეული მათგანი. ვიზის მოქმედების პერიოდი ვიზაზე მითითებულია რა თარიღიდან რა თარიღამდე არის ვიზა ძალაში. თქვენ უნდა შეხვიდეთ და დატოვოთ ქვეყანა, მხოლოდ იმ პერიოდის ფარგლებში, როცა ვიზა არის გაცემული. ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ შესვლა შეუძლებელია. მოქმედების ვადები არის from, ანუ როდის იწყება ვიზის მოქმედება, თუ მდე, ანუ როდის მთავრდება ვიზის მოქმედება.
დარჩენის ხანგრძლივობა ვიზაზე ასევე მითითებულია ქვეყანაში დარჩენის მაქსიმალური დრო. მაგალითად 30 დღე, შეიძლება იყოს 90, 180 და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიზა შეიძლება გაიცეს 6 თვით ან 1 წლით, თქვენ უფლება გაქვთ დარჩეთ მხოლოდ ვიზაზე მითითებული დღეების განმავლობაში და მხოლოდ იმ პერიოდის ფარგლებში, რაც მითითებულია. მაგალითად, დარჩენის მაქსიმალური დრო, როგორც დატანილია ვიზაზე, duration of stay აღნიშნავს, რამდენი დღე შეგიძლიათ დარჩეთ ქვეყანაში, როგორც აღნიშნე 30 ან 180 დღის გამოყენების რაოდენობა. ვიზა შეიძლება იყოს ერთჯერადი გამოყენების, რომელსაც single entry-ს ვეძახით, როდესაც ვიზის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ შესვლის შესაძლებლობით. Double entry-ს, რაც მოიაზრებს ქვეყანაში ორჯერ შესვლას, მაქსიმალური რაოდენობა და multiply entry, როდესაც შეგიძლიათ ქვეყანაში შეხვიდეთ რამდენჯერაც სურვილი გექნებათ. მაგრამ თითეული დარჩენის ხანგრძლივობა შეზღუდულია მითითებული მაქსიმალური დღეების რაოდენობით. და ბოლოს თინა რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ? კიდევ რა რჩევას მიცემდით ჩვენ მაყურებელს და საინტერესო კიდევ საზღვრის კვეთაც, ანუ საზღვრის კვეთისას რა უნდა გაითვალისწინოთ? სიამოვნებით. პირველი მაგალითად კანადის საიმიგრაციო სამსახურისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. ამიტომ დოკუმენტების ატვირთვის დროს, როდესაც ვიზაზე განაცხადს აკეთებთ, მნიშვნელოვანია რომ წარადგინოთ ნასამართლეობის ცნობა. მეორე მაგალითად კარგი იქნება თუ დოკუმენტებს შორის იქნება თქვენი მოგზაურობის ისტორიის დამადასტურებელი დოკუმენტები და სამოტივაციო წერილი თუ რატომ გსურთ კანადაში მოგზაურობა და რატომ დაბრუნდებით შემდეგ თქვენს ქვეყანაში. მესამე მაგალითად კანადის საკონსულო დადებითად და პოზიტიურად აღიქვამს თუ გაქვთ ამერიკის ვიზა და ერთხელ მაინც გიმოგზაურიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე კანადის ვიზა არ ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ნებართვა კანადაში მოგზაურობის, ანუ ეს არის რეალურად კანადაში მოგზაურობის შესვლის დადასტურება. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ საზღვრის საიმიგრაციო ოფიცერი ნამდვილად შეგიშვებთ ვიზაზე განაცხადის ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზღვარზე მოგზაურობის დროსაც თქვენ დიალოგის დროს კონსულ მესაზღვრესთან აუცილებლად დაადასტუროთ თუ რატომ მიდიხართ კანადაში და რატომ უნდა იმოგზაუროთ იქ. ასევე ძალიან საინტერესოა სიმბოლოებით დატვირთული თვითონ კანადის ვიზა. ვიზაზე აღბეჭდილია თქვენი ბიომეტრიული მონაცემები, გარდა ამისა, მარცხენა მხარეს არსებული ელემენტები აღნიშნავს კანადის გლობალურ კავშირს მსოფლიოსთან და მის საერთაშორისო როლს. მარჯვენა ზედა ნაწილში არსებული ნეკერჩხლის ფოთლები ეხმიანება ბუნებისა და სილამაზეს და ქვეყნის ისტორიულ კავშირს ნეკერჩხლის ხეებთან. გარდა ამისა, ვიზის ფონად გამოსახულია კანადის პარლამენტის შენობა, რაც ქვეყნის დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოა. ანა, მოდი ახლა გადავიდეთ და მაყურებელს განვაცნოთ კანადაში მოგზაურობის შესახებ. რამდენად საინტერესოა კანადა, როგორც მიმართულება საქართველოს მოქალაქეებისთვის. თინა, მოდი პრინციპში დავიწყოთ იმით, რომ კანადა როგორც ტურისტული მიმართულება ნაკლებად პოპულარულია სამწუხაროდ ქართველი ტურისტებისთვის. თუმცა ის საკმაოდ საინტერესო ტურისტული მიმართულებაა და ახლა მოგიყვებით მის შესახებ. მოდით დავიწყოთ იმით, თუ რამდენად კომფორტულია კანადაში მოხვედრა. თუ ერთი კვირის ფარგლებში გვაქვს სამოგზაურო დრო, მაშინ გირჩევთ კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ეწვიოთ და ტორონტო, მონრეალი და კვებეკი მოინახულოთ. თუ 12-14 ღამის თევა მაინც შეგიძლიათ გამოუყოთ კანადას, მაშინ გირჩევთ ტური ვანკუვერიდან დაიწყოთ. გაცრავად და ტორონტოთი დაასრულოთ. ტურის გეგმის აღწერასაც უქვევით შემოგთავაზებთ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ატრაქცია კი ნიაგარას ჩანჩქერია, რომელიც ამერიკისა და კანადის საზღვარზე მდებარეობს. აქ მოხვედრა ტორონტოდან ძალიან მარტივად შეიძლება, სულ რაღაც 1 საათის გზა გვაქვს. დაახლოებით ბიუჯეტზე რომ ვისაუბროთ, კანადა ცალკე კონტინენტია და საქართველოდან არც ისე დიდი სიხშირეებია მოგზაურობის. რამდენად
დაბლ ბიუჯეტიანია თუ მაღალ ბიუჯეტიანი კანადაში მოგზაურობა? დიდი სიხშირე არ არის მოგზაურობის, თუმცა კანადაში მოსახვედრად საკმაოდ ისეთი მრავალფეროვანი ვერსიები გვაქვს ზოგადად თბილისიდანაც, რადგან მხოლოდ ერთი ტრანზიტით შეიძლება ტორონტოშიც და ვანკუვერში მოხვედრაც. ავიაბილეთის ბიუჯეტი $800-დან იწყება, სასტუმროებში კი ნორმალური მდებარეობით ორადგილიანი ნომერი დაახლოებით ბიუჯეტურ სასტუმროზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, $150 ფარგლებში შეიძლება რომ დავჯავშნოთ. ცხადია გავლენას იქონიებს სეზონურობა და შედარებით მაღალ სეზონზე ღირებულებაც იმადებს. თუმცა საშუალო სეზონის ღირებულება ეს არის. ამის გარდა კანადის ხანგრძლივი ტურის დაგეგმვისას მუდმივად მანქანა არ გვჭირდება. მაგალითად დიდ ქალაქებში მანქანის ქირაობა რეკომენდირებული ნაკლებად არის, რადგან პარკინგის პრობლემაა ყველგან. პრობლემაში გულისხმობ იმას, რომ არ არის ბევრი საპარკინგო სივრცეები ქალაქის ცენტრში და სადაც არის საკმაოდ მაღალბიუჯეტურია. ამიტომ დიდ ქალაქებში ტაქსების აპლიკაციებს გირჩევთ. ქალაქთა შორის გადაადგილებისას და შედარებით პატარა ქალაქებში უკვე მანქანა გამართლებულია. კანადაში ამასთანავე გვაქვს მატარებლით გადაადგილების ვერსიაც. ამიტომ სრული ტური გადაადგილებისას მოიცავს როგორც მატარებელს, ასევე მანქანას. იმ შემთხვევაში, თუ კანადის ჩრდილოეთი ნაწილის სტუმრობა გაქვთ გადაწყვეტილი, დაახლოებით 5 დღიანი ტური უნდა დაგეგმოთ, რომელიც ტორონტოს გაგრძელება იქნება. ეს უკვე უფრო მაღალ ბიუჯეტზე გადის, რადგან პოლარული დათვების ნახვის საშუალებას იძლევა და დაახლოებით $5,000 ფარგლებშია. საწყისი წერტილი ვინიპეგია და სასტუმრო და ყველა ტური შესულია როგორც წესი ამ ღირებულებაში. სეზონურობაზეც რომ ვისაუბროთ, კანადაში ახლა საკმაოდ ცივა. კი, კანადა ზოგადად ესეთი ჩრდილოეთში მდებარე ქვეყანაა და აქ სიცხეთ თქმის არასდროს არ გვაქვს. თუმცა არის პერიოდები, როცა ტემპერატურა 30 გრადუსამდეც კი აღწევს ზაფხულის თვეების განმავლობაში. შედარებით მაღალი ტემპერატურა გამოხატულია კანადის სამხრეთ ნაწილში. მერა ქალაქებიც გირჩიეთ, უმეტესობა კანადის სამხრეთ ნაწილშია. ამიტომ სამოგზაურო პერიოდსაც გირჩევთ მაის-ივნისიდან სექტემბრამდე, იმისთვის რომ სიცივე არ შეგაწუხოთ. დეკემბრიდან მარტამდე მოგზაურობას კი ვურჩევ მათ, ვისაც კანადა როგორც ზამთრის მიმართულება აინტერესებს. მაგალითად მოთხილამურეებს, სკეიტბორდისტებს და სხვადასხვა ზამთრის სპორტით დაინტერესებულ პირებს. პოლარული დათვების ტურის შემთხვევაში კი ოქტომბრის ან ნოემბრის თვე უნდა დაგეგმოთ. და გრძელვადიანი ტურებთან დაკავშირებით. აი 12 დღიანი ტური შესახებ რომ მოგვიყვე, როგორ გავატაროთ კანადაში და რომელი ქალაქები მოვინახულოთ. ძალიან საინტერესო შეგვიძლია რომ გავატაროთ კანადაში 12 დღე. ტური კი უნდა დავიწყოთ ან ტორონტოდან, ან ვანკუვერიდან. მოდით პირველი მაგალითისთვის ვანკუვერით დავიწყოთ და გადაადგილება გავაკეთოთ ტორონტოს მიმართულებით. პირველ 3 დღეს გირჩევთ ვანკუვერში გაატაროთ. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ სტენლი პარკში. გასტრონომიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად ესტუმროთ Granville Islands, მზის ჩასვლა English Bay Beach-ზე ნახეთ და აუცილებლად ივახშმეთ წყლისპირა რესტორანში. ვანკუვერიდან 2 საათის გზაზეა Wilshire Village და Lost Lake, რომელსაც გირჩევთ რომ ესტუმროთ. აქ გადაადგილების ბევრი ვარიანტი გაქვთ, ერთის მხრივ ჰაიკინგით შეგიძლიათ დაკავდეთ, თუმცა გონდოლებით გადაადგილებაც შეიძლება. ამის შემდეგ კალგარიში გადაფრენას გირჩევთ, სადაც მანქანა უნდა იქირაოთ და ბანფისკენ წახვიდეთ. დაახლოებით საათნახევრის გზა შეგხვდებათ. ბანფის გონდოლიდან კი საოცარი ხედებით დატკბებით და მთებში ჩანჩქერებით დაწყებული, თერმული წყლებით დამთავრებული დასვენება შეძლებთ. მზის ამოსვლას ლუისის ტბასთან უნდა შეხვდეთ. აუცილებლად მოინახულეთ მორეინის ტბაც, რომელიც თავისი ზურმუხტისფერი წყლითაა ცნობილი. და აისფილდ პარკვეიზე გაისეირნეთ მანქანით, სადაც არანაკლებ საინტერესო ხედებს ნახავთ. შემდეგი ფრენა უკვე ტორონტოს მიმართულებით უნდა გქონდეს და აქაც 3-4 დღე გავატაროთ. ერთის მხრივ ტორონტო საინტერესოა როგორც ქალაქი და მეორეს მხრივ ტორონტოდან როგორც გითხარით, ნიაგარას ჩანჩქერს შეგიძლიათ რომ ესტუმროთ. ამის შემდეგ ტორონტოდან მონრეალისკენ წასვლას უკვე მატარებლით გირჩევთ, ღამის თევა უკვე. მონრეალში და მონრეალიდან შემდეგ ისევ მატარებლით კვებეკის მონახულებას
გირჩევდით. იუნესკოს დაცული კვებეკის ძველი ქალაქის დათვალიერება ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იქნება. ამის შემდეგ ისევ მატარებლით შეძლებთ დავბრუნდეთ ტორონტოში და უკან თბილისისკენ ტორონტოდან გამოფრინდეთ. თუ პოლარული დათვების ნახვა გსურთ, ყოველდღიურ გარემოში ჩერჩილს უნდა ესტუმროთ. თუ ტორონტოში ჩაფრინდებით, იქიდან 2 საათნახევრიანი ფრენით ვინიპეგში ჩახვალთ, სადაც საინტერესო 1-2 დღის გატარება შეგეძლიათ და ამ პერიოდში აუცილებლად უნდა ესტუმროთ ასინი ბოინის ტყეპარკს, ზოოპარკს თუ სხვადასხვა გასართობ სივრცეებს. ვინიპეგიდან კი შეუერთდეთ 5-ღამიან ტურს, რომელიც ჩერჩილში წაგიყვანთ პოლარული დათვების სანახავად. და ბოლოს, რაც მთავარია, ამ ტიპის მოგზაურობა ოქტომბერში ან ნოემბერში უნდა დაგეგმოთ და ძალიან დიდი ხნით ადრე დაიჭიროთ თადარიგი, რადგან მასზე დიდი მოთხოვნაა ტურისტების მხრიდან. აბა როგორ ფიქრობთ, თინა, წახვიდოდი კანადაში სამოგზაურო ტურისტული ვიზიტით? კი, სიამოვნებით და რჩევებიც რომ გითხრა, ანა, აი ნიაგარა მაგალითად ტორონტოს მხრიდან, კანადის მხრიდან ნახოთ თუ ამერიკის მხრიდან და კიდევ რა რჩევებს მოგცემდით კანადაში მოგზაურობის დროს? ნიაგარა ორივე მხრიდან ალბათ ძალიან საინტერესო მოგზაურობა იქნება. ამერიკაზეც ვისაუბრეთ, რომ არანაკლებ საინტერესო ტურისტული მიმართულება. ახლა კი გადავიდეთ რჩევების შესახებ კანადაში. ეტიკეტი კანადაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ მიუთითებთ თითით ნურავიზე, ნუ განიხილავთ პოლიტიკას. ყოველთვის დროულად მიდით შეთანხმებულ ადგილზე. კარი ყოველთვის დაუჭიროთ თქვენ შემდეგ მომავალ ადამიანს. ისწავლეთ რამოდენიმე კანადური სლენგი. სადილად მიაკითხეთ ადგილობრივ პატარა რესტორნებს. ტიპი ამერიკის მსგავსად მინიმუმ 15-20% მაინც გაითვალისწინეთ. მაღალ სამოგზაურო სეზონზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებს დილით ესტუმრეთ. გააბით მოკლე დიალოგები, ეს არის კანადელების ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტი. კანადელები სტუმართმოყვარე ხალხია, თუმცა პირადი სივრცის დარღვევა მათთვის დიდი პრობლემაა, ამიტომ ზედმეტად ნუ გაუშინაურდებით. ნუ შეადარებთ კანადელებს ამერიკელებს, იმის მიუხედავად, რომ კანადა სრულად დამოუკიდებელი ქვეყანაა 1982 წლიდან მიმოქცევაში არსებულ კუპიორების დიდ ნაწილზე, დღემდე ელისაბედ მეორეა გამოსახული. ნუ გააკეთებთ კომენტარს ამ ფაქტზე. კვებეკის ოფიციალური ენა ფრანგულია. საერთო ჯამში კი მოსახლეობის მეხუთედი საუბრობს ფრანგულად. კანადა იმდენად უსაფრთხო ქვეყანაა, რომ სოლო მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ხშირად ირჩევენ მას. დღეისათვის კი სულ ეს იყო ჩვენი მომდევნო რუბრიკა. კი ჩემი აზრით მსოფლიოს ყველაზე საინტერესო ქვეყანას, ახალ ზელანდიას მიეძღვნება და აუცილებლად გვიყურეთ. ანა, თინა, მადლობა საინტერესო მოგზაურობისთვის, ასე ვირტუალურად, რომელიც შეგვიძლია რომ ყოველ ორშაბათს ჩვენ საქმიან მაყურებლებს მივაწოდოთ. ანა კირკიტაძე, ინგლისის დამფუძნებელი და თინეთი გოგუაძე, იგოსულის დამფუძნებლები იყვნენ ჩვენთან ერთად.